მოგესალმებით, ეს არის ქრონიკა 14 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. პასუხი ევროპარლამენტარ გალერს თბილისიდან დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენების გამო. ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და ნივთმტკიცებად ამოღებული მეთადონი. განათლების მინისტრი განმარტავს, რომ რეფორმის მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა 9 თვიანი მუშაობა მიზნობრივ ჯგუფებთან და კვლევები. ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე უნივერსიტეტებში სწავლება კონკრეტული მიმართულებებით იქნება, რაც გივი მიქანაძის განცხადებით დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების ფარგლებში კი მნიშვნელოვანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შეინარჩუნონ. შეისწავლიან ერთნაირ სასწავლო პროგრამებს, კონცეფციის მიზანი ადამიანური და მატერიალური რესურსების კოორდინაცია. ჩამოყალიბდება ორი ჰაბი, თბილისი და ქუთაისის შემდეგი პრინციპით: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, ასევე გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე. ჩვენ შემოგვაქვს ახალი პოზიცია, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც დამატებითი პოზიციაა და არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს. მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე განახორციელებენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებას და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული. პასუხი მიხაილ გალერს, ევროპარლამენტარს თბილისი ბრიყვულიანისა და ატავისტური შეცდომის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. მიხაილ გალერმა საქართველოს ხელისუფლების მისამართი ტერმინი მოსკოვური ქმნილებები გამოიყენა. ეს კი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არა საქართველოს, არამედ ევროპარლამენტარის ქვეყანას აზიანებს. გალერის განცხადებას შეურაცხყოფელსა და დეზინფორმაციას უწოდებენ ხალხის ძალაში. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით დეზინფორმაცია ევრობიუროკრატიის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამგვარი ბრიყვული დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს ცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდით არის შესაძლებელი. ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის საკუთარ ქვეყანასაც წარმოადგენს. შესაბამისად, თავის საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს. როდესაც ამ შემთხვევაში საქართველოზე ავრცელებს დეზინფორმაციას. პრობლემა სწორედ ეს არის ევრობიუროკრატიაში, რომ ერთი რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ და მეორე ის რომ მე ამ დეზინფორმაციის ვითომ როგორც მტკიცებულების საფუძველზე ითხოვენ ვთქვათ დასანქცირებას ადამიანების და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა ეს არის შეურაცხყოფელი. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა. სასწავლო ცენტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება, სადაც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებენ. სწავლა უფასო იქნება, ჩაბარება კი შეიძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. ასევე აკადემია განახორციელებს სპეციალურ პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას
განვითარებას ისახავს მიზნად. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილი არის ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის, ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად. აკადემიას მიენიჭება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელებს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თანამედროვე აქტუალური საკითხები ეროვნული თუ საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. მომსახურების სააგენტო 19 წლისაა რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მომსახურეების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით. სააგენტოს დირექტორმა კი საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. აღნიშნოთ 19 წლის იუბილეს. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სააგენტოს ყოველდღიური განვითარება ამდენი წლის განმავლობაში. ფაქტიურად ყოველდღიურად ხდებოდა როგორც შინაარსობრივი, ისე ინსტიტუციური და ტექნიკური განვითარება. ამ სააგენტოს და თითოეული თქვენთაგანის და თქვენი თანამშრომლების დამსახურება თითოეული თქვენთანი ძალიან ძვირფასია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მომსახურების სააგენტო წლების განმავლობაში ვითარდებოდა, გააგრძელებს განვითარებას და ორიენტირებული იყო და არის და იქნება ყოველთვის მოქალაქეების მაქსიმალურ კომფორტზე და სერვისების მიწოდებაზე. მომსახურების სააგენტოს ყველა თანამშრომელს ვილოცავ 19 წლის იუბილეს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გადმომეცა მადლობის სიგელი. ეს ჩემთვის დიდი мотиваციაა, რათა მომავალში გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა. დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში დაკავებული პირადი ჩხრეკისას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ერთ-ერთი ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმერეთის პოლიციამ კი 3 ადამიანი დააკავა იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით. სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირე კალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცება დამოიღეს. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ვიქტორ ორბანი ბრიუსელს კვლავ აკრიტიკებს. უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ბრიუსელში ენერგეტიკური ლობი მოქმედებს, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ცენტრალურ ევროპას ერთიანი პოზიციით შეუძლია. ორბანის თქმით, ევროპელ ქვეყნებს არც ფულის უკრაინაში გაფანტვა და არც ევროკავშირში უკრაინის ნახვა სურთ. მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება. უნგრეთში ოჯახების სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან. ბრიუსელი ამას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობები წყვეტენ. აქ კი ხალხი. ევროპელებს არ სურთ მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც უკრაინას სურთ ევროკავშირში. ცენტრალური ევროპა თუ მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიხვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს. ადგომის დროა, ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. დღეს აბუ-დაბიში დაგეგმილი უკრაინას შეერთებული შტატები რუსეთის სამხრივი შეხვედრა როგორც ჩანს არ გაიმართება. ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარესგან ინფორმაციას ელის. ამერიკულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და მათგან მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტულ დეტალებს ველოდებით. უკრაინა ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ შედეგებს მივაღწიოთ და შეხვედრები შედგეს. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა მომავალ კვირაში შედგება და ამისთვის ვემზადებით. დანია გრენლანდიის სამხედრო წარმომადგენლობას გააძლიერებს. ამის შესახებ დანიის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მან ყინულოვან კუნძულზე ვიზიტისას გრენლანდიელ კოლეგასთან ერთად სამხედრო ნაწილი მოინახულა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი და დანიელი სამხედროები გრენლანდიის უსაფრთხოებას ნატოსთან ერთად უზრუნველყოფენ.
გასულ წელს, როდესაც შეთანხმებას მივაღწიეთ, ვთქვით, რომ წელს გრენლანდიაში უფრო მეტი სამხედრო ძალა გვეყოლებოდა. შარშან აგვისტოში და სექტემბერში ჩვენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად წრფნების ჩატარება დავიწყეთ. ასე რომ წელს და მომავალ წლებში უფრო ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა გვექნება და ვიმედოვნებთ, რომ ამას ნატოში ჩვენს კოლეგებთან ერთად გავაკეთებთ. დონალდ ტრამპის განცხადებით შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიის საკითხს ევროპელებთან მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა, თუმცა შეთანხმების დეტალებზე არ უსაუბრია. დიახ, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები და საკმაოდ კარგ შეთანხმებამდეც მივედით. ანუ მათ სურთ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს და ვფიქრობ, ჩვენი გარიგებაც ყველასთვის მისაღები და ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გარიგებას მალე გავაფორმებთ. შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ მინეაპოლისში ფედერალური აგენტების მუშაობის შეჩერების მოთხოვნას უარით უპასუხა. მოსამართლემ ქალაქში განვითარებულ მოვლენებს გულდასაწყვეტი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ფედერალური აგენტების მუშაობას გარკვეული შედეგი მოჰყვა. ამასთან მოსამართლემ მთავრობას იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის აგენტების პირ მინეაპოლისში დაკავებული 5 წლის ბიჭისა და მამამისის გათავისუფლება დაავალა. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ფედერალური აგენტების მიერ შტატების მოქალაქის ალექს პრეტის მკვლელობის ფაქტს ფედერალური სააგენტო გამოიძიებს. შტატების შიდა უსაფრთხოების მდივნის კრისტო ნოემის განცხადებით გამომძიებლები დეტალურად სწავლობენ ბოლო დღეებში ალექს პრეტისთან დაკავშირებულ ვიდეო მასალებს. თქვენ ყველას გაინტერესებს ალექს პრეტისთან დაკავშირებით პოლიციელების მიერ კამერით აღბეჭდილი ვიდეო კადრების საკითხი. ამ თემაზე ახლა ბევრი დავაკამათია. საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს და მისი წარმოებაც მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. ვენეციის ტრადიციული კარნავალი წელს ოლიმპიურ სტილში გაიმართება და მილან კორტანის სპორტულ ასპარეზობებს მიეძღვნება. ვენეციის სან მარკოს მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ნიღბიანი სტუმრები უკვე შეიკრიბნენ. კარნავალში 17 თებერვლამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მასკარადი მეჯლისი და გრან კანალზე გონდოლების აღლომი გაიმართება. თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასი ალექსანდრა კუვაევამ მოიგო. ხმლით ფარიკაობაში ქართველმა სპორტსმენმა ახალგაზრდებს შორის ჩემპიონობა იზეიმა. კუვაევამ პირველი ადგილის დაკავება 200 მონაწილეს შორის შეძლო და მსოფლიო თასზე ოქროს მედალს კარიერაში მეორედ დაეუფლა. ალექსანდრასთვის მიმდინარე ტურნირი ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად ითვლება. კონტინენტის პირველობას 20-დან 27 თებერვლის ჩათვლით კვლავ თბილისი უმასპინძლებს. ძალიან გამიხარდა, რომ მოვიგეთ ამ სახლში. და ძალიან რთული იყო დღევანდელი დღე, იმიტომ რომ გუშინ შემოვედი და ჩემი პარკი არ შემოსულა და რაღაცებით ვიპარიკავენ და ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ არც მეძინეთ ესიერად, მაგრამ ბოლო მომენტს დაულაგდი და მოვიგე. და ევროპაზე იმედი იგივე გამარჯვებას მოვიპოვებ. გამაყივად იმითი, რომ ჩავატარეთ მსოფლიო თასი, სადაც 200-ზე მეტი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. და დაგვირგვინდა ეს წარმატებული ჩატარებული მსოფლიო აღნიშნა, რომ ძალიან წარმატებული და ძალიან კომფორტულ გარემოში ჩავატარეთ მსოფლიო თასი და მე მინდა მიულოცო საქართველოს ფარიკაობა იმარჯვებს. ეს ბოლო ინფორმაცია იყო ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში 17 საათზე დაბრუნდება დროებით.